მე-16 საუკუნის მოოქრული ტრიპტიქი საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის ინიციატივით ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ საგანძური კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნების სასახლემ შეისყიდა. სამუზეუმო ჩანაწერების და საარქივო დოკუმენტების მიხედვით ტრიპტიქი საქართველოში პრინცმა აშილ შარლ ლუი მიურატმა მე-19 საუკუნეში ჩამოიტანა. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კი სხვა ნივთებთან ერთად საქართველოდან გაიტანეს და ის ერთ-ერთმა ევროპელმა კოლექციონერმა შეიძინა. ტრიპტიქმა საკარანტინო პროცესი უკვე გაიარა და ხელოვნების სასახლეში მისი რესტავრაცია, კონსერვაცია დაიწყო. სექტემბრის მეორე ნახევარში ის ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას. მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლეს ევროპიდან უკვე 3 ფერწერული ტილო დაუბრუნა. საამაყოა ის ფაქტი, რომ მოვახერხეთ ხელოვნების სასახლესთან ერთად და უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენიმე ნამუშევარი დავაბრუნეთ საქართველოს საგანძურში და დღეს კიდევ ერთ-ერთი ესეთი აღორძინების ხანის ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც ბიბლიურ თემაზეა შექმნილი, რომელიც ანდრია დადიანის კოლექციებში ინახებოდა და გასაბჭოების მერე 1921 წლის მერე იქნა გატანილი საქართველოდან დაუბრუნდა თავის, ესე ვთქვათ, ადგილს სამყოფელს. დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება ბრიტანულ მხარესთან იმისათვის, რომ ეს უნიკალური ნივთი, რომელიც იყო ქართული კოლექციის ნაწილი და ადასტურებდა იმას, რომ მე-19 საუკუნის საქართველოში არაერთი რენესანსის ხანის ნიმუში იყო წარმოდგენილი პირად კოლექციებში, დაბრუნებული იყო სამშობლოში და ბრიტანულმა მხარემაც ძალიან აქტიურად დაგვიჭირა მხარი. ეს არის მე-5 ნივთი, რომელიც ამ ნახევარ წელიწადში საქართველოში დაბრუნდა, კერძოდ ხელოვნების სასახლეში დაბრუნდა და ვფიქრობ, რომ სამომავლო პერსპექტივები ძალიან დიდია.